საქართველოს ნაკრები სამარცხვინო ნიშნულამდე დავიდა. ცრუცხვიანი ამის შესახებ გავფრთხილებდათ. ჩვენ ვიხილეთ ინდივიდუალური შეცდომები ფეხბურთელების მხრიდან, ასევე სამწვრთნელო შტაბის მხრიდან და ზოგადად პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. შიდა სამზარეულო არეულია, ყველაფერმა ნელ-ნელა გამოჟონა, ყველაფერი სამწუხაროდ ვიხილეთ მოედანზე და ერთიანი მექანიზმი, სხეული, ეს გუნდი, რაც 3 წელი შენდებოდა, თვალს და ხელს შუა ჩამოიქცა. და ახლა ამ ყველაფერს ტაქტიკურ ჭრილში გიჩვენებთ, არა მარტო ყველა დეტალზე ვისაუბრებ მორიდების გარეშე, ყველას მიმართ. საინტერესო ნიუანსებს და პატარ-პატარა ჯაჭვებს დაგანახებთ, რომელიც ისეთ ადგილას არის გაწყვეტილი, რომ თუ დროულად არ ეშველა და ტკივნეული ნაბიჯები არ გადაიდგა, დავბრუნდები დაახლოებით იმ ნიშნულთან, სადაც აი მოლდოვა რომ გვიგებდა და რაღაც ეგეთები ხდებოდა. აი ეგ მომავალი გველოდება, წარსული, რომელიც პირადად მე, ჩემმა თაობამ და უფროსებმაც, უფრო დიდებმაც გამოვიარეთ და ამის ნახვა აღარ გვინდა. მოდი ახლა დროულად გადავიდეთ უკვე საქმეზე და ტაქტიკურ ანალიზს მივხედოთ. გათამაშება კვლავ ჩვენთანა, წესები მარტივი, ამის შესახებ ვიდეოს ბოლოში გესაუბრებით და ამიტომ ბოლომდე უყურეთ, გადავიდეთ უკვე საქმეზე. სანამ უშუალოდ ამ ბოლო ორ შეხვედრას შევეხებოდეთ, იქამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, საიდან დაიწყო პრობლემები, ამის შესახებ მისაუბრი, ახლა ცოტა სხვა კუთხით ვიტყვი. თავდაპირველი სქემა 5-3-2, რომელიც უშუალოდ სანიოლის მიგნებაა და მისი დამსახურებაა, მის სამწვრთნელო შტაბის, როდესაც ამაზე ვთქვით უარი, რეალურად რა პრობლემა იდგა? რეალურად ანუ კადრების პრობლემა იყო და არა სქემის შეცვლის. როცა რაღაც არ მუშაობს შენს მიერ შემუშავებული, ჯერ ცვლი კადრს, ვინმე ხომ ვერ ასრულებს შენს დავალებას, ცუდად ესმის, ვერ გადააქვს მოედანზე და ასე შემდეგ. რა ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, კლუბებშიც ასე ხდება, დიდ გუნდებში. ძალიან ხანში შესული, ასე ვთქვათ, ნელი პლანკი მცველები ყავდა და ცოტა ასტრაფებას საჭიროებდა ჩვენი 5-3-2. ამის პრობლემა იდგა და საერთოდ არ იყო აუცილებლობა, რომ ძალიან მსუბუქ და შემტევ 4-3-3-ზე გადავსულიყავით, თან ისე კატასტროფულად და დაუგეგმავად, როგორც მოხდა, იქ სომხეთს მოუგეთ უბნის დონის გუნდს და შემდეგ პარალელი გაივლო თურქეთთან. აი თურმე რახან სომხეთს ვაჯობეთ 6-1, რომელსაც ახლა 9-1 წააგო პორტუგალიასთან, აი თურქეთთანაც ესე შეგვეძლო თამაში თურმე და შემდეგ ამხანაგურები არასწორად დაიგეგმა. ძალიან ცუდად გამოვიყენეთ ივნისის 2 ამხანაგური შეხვედრა და ეს იყო ზერელე და საკუთარ თავში დარწმუნებული, ზედმეტად დარწმუნებული ნაბიჯი, რომელმაც იმ კატასტროფამდე მიგვიყვანა, როგორადაც დავიწყეთ ეს შესარჩევი ციკლი. მწვრთნელის პრობლემა აშკარა, რაც კარგად კეთდებოდა ბოლო 2-3 წელში, რასაც ყოველთვის ახსენებდა ცრუცხვიანი და არავის უკარგავს დამსახურებას. საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ სანიოლმა თავად გააფუჭა თავისივე შექმნილი. ნელ-ნელა დაიწყო უკვე შიდა სამზარეულოს პრობლემების გარეთ გამოტანა, ფეხბურთელების კრიტიკა საჯაროდ პრესკონფერენციაზე, იგივე მოიძულა დვალი, აზაროვი, ამბობს, რომ ამჟამინდელ პრობლემებს ჩემზე უკეთ და სწრაფად სხვა ვერავინ გამოასწორებსო, ესე გადავხედა და ამასაც ამბობს, რომ თავად შექმნა ძალიან ბევრი პრობლემა და ახლა ამას გვეუბნება. და რავი, დაცვა ახსენა, ახალი დაცვის ფორმირებას დიდი დრო ჭირდება და რთული პროცესიაო და ბოლოს იქამდე დავიდა, რომ უკვე მოძულებული მცველები ხო გითხარით და ბოლოს იმ მომენტამდე მივედით, რომ შემტევი ნახევარმცველი ფორვარდი წიტაიშვილი ვიხილეთ დაცვაში და ნახევარმცველი მამუჩაშვილი ასევე ვიხილეთ დაცვაში. ანუ ფლანგებზე შემტევები განალაგა და აი ამ მოცემულობამდე დავედით ხანდახან მეღიმება და მგონია, რომ მოზარდი ზის PlayStation-ის ჯოისტიკით და ის აწყობს ამ შემადგენლობას. აი ესეთი სავალალო მდგომარეობა არის. სანამ ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე გადავიდოთ, იქამდე 2 წამის საქმეს შეგახსენეთ, აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი და კომენტარების დაწერა რო არ გეშლებათ, ამას არ შეგახსენებთ. დღეს მაქსიმალურად დამჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ასე რომ უეჭველი მინდა ბევრი ლაიქი და ბევრი კომენტარი და მოკლედ თემები, რაც ხელი გელოდება და როგორი განხილვა, ამას ახლა ყველა ერთად ვნახავთ. მივადექით ესპანეთის ნაკრებს. შედარებით მალე გავივლი ამ მომენტს, იმიტომ რომ მაინც ესპანეთი ძალიან ღვთიური დონის ნაკრები არის და ბევრს აქ არაფერს ისეც არ მოვითხოვდა, არ იქნება, მაგრამ თვალში საცემი რაც იყო, რამდენიმე 2-3 კადრი მინდა განახოთ. პირველ რიგში შემადგენლობა იყო ძალიან თამამი და კატასტროფულად ექსპერიმენტალური, ანუ პირველი მატჩი ხო 0-2 დავთმეთ ესპანეთში, იყო ძალიან დაცვითი თამაში. წინ საერთოდ ვერ გადავდიოდით, მაგრამ იმას თავის მიზეზები ჰქონდა, იმიტომ რომ 3 დღეში გველოდა თურქეთში თამაში, რომელიც იყო აუცილებლად მოსაგები. და ორი ამ დონის შეხვედრისთვის საქართველოს მზად არ არის, ეს გასაგებია. მაგრამ
დასკვნების გამოტანა ხო ხდება რა. თურქეთმა წააგო 6-0 სახლში ესპანეთთან პირველი შეხვედრა ამ ჯგუფის ხო განადგურდა საბრძოლო შემადგენლობით. მონტელა დასაცინი გახდა თურქული პრესის, ჩვენს ძალიან გვეღიმებოდა იმ მარცხზე და რადაც უნდა გამოიტანა, ხო ბოლო ტურში ეთამაშა ესპანეთს, დანაკლისი ჰქონდა ესპანეთს, მაგრამ მათ დანაკლისი რო ბევრს არაფერს ნიშნავს, ეგ ყველა ვნახეთ ერთად. ჩავიდა თურქეთი ესპანეთში და ხედავთ, აი ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდა მონტელა სამი ძალიან გამოკვეთილი ლიდერი ყავს, ჩალხანოღლუ, ილდიზი და გიულერი, ტოპ კლუბების ლიდერები, ხო? არც ერთი არ დააყენა. ანუ თურქეთი ამ ფეხბურთელების გარეშე მე ძალიან იშვიათად მინახავს და თუ მინახავს ძირითადად ვერ იგებენ ხოლმე. თან თავისი ნაკები 4-2-3-1 სქემად შეცვალა და 5-4-1-ით ითამაშა. ანუ რაღაცები გადაიაზრა და 2-2. აი ამ ბევრის რო არაფერს არ ამბობს, ესეთ შემადგენლობით ჩავიდა ესპანეთში და 2-2 გაუგორა. ხო, აი ესეც ხდება რა, აი ყაზახეთმაც არ წააგო ბელგიასთან და ეგეთ რაღაცებს ხედავთ სამწუხაროდ ჩვენგან აღარ ჩანს ეგეთი სასიამოვნო სიურპრიზები. ამას თავის მიზეზები აქვს და ნელ-ნელა მივყვებით. გავაგზავნოთ ესპანეთზე საუბარი, 4-2-4 შემადგენლობით დაუპირისპირდით ფურიაროხას, აი პელეს დროს იყო აქტუალური და გამოყენებადი ეს სქემა და winning 11-ში მეც ვიყენებდი ხოლმე არსენალს რო ვიღებდი ბერკამპის და ამის დროინდელს, აი მაშინ. სხვა შემთხვევა არ მახსენდება. პირადად რო გითხრათ, თუ თქვენ გახსენდებათ, კომენტარებში დაწერეთ. და ძალიან საინტერესო იყო ტაბატაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე, ანუ 4 შემტევით შეხვდით ესპანეთს, აი ის მომენტი იყო, რომ აი კარშიც ვერ დაურტყით იქ ელჩეში და აქ რაღაცა ვქნათ და აი ძალიან აი კომაგების მოთხოვნილი და ცოტა აი უბანში რო საუბრობენ, აი თვითონს გონია რომ მოისვინა ეგ და აი მაგ ნარატივს აყვარა და მაგიტო დააყენა ეგეთი შემადგენლობა. ანუ იფიქრა რომ რაც მეტი იქნებოდა შემტევი ძირითადში ადვილად დაურტყამდით და გაუტამდით გოლს. ფეხბურთი ესეთი მარტივი ნამდვილად არ არის. ფეხბურთი ძირითადად ტაქტიკაა, რომელსაც ჩვენ თავარწმუნებელი არ ცემს პატივს, იმიტომ რომ ამბობს თავარი მიდგომაა და არა ტაქტიკაო, როგორც ორჯერ გაიმეორა პრესკონფერენციაზე. ხო და რა პრობლემები გამოიწვია ხა, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მარჯვენა ფლანგზე შეკრებილი სამეული. მოგეხსენებათ, როცა დიდი ძალებით თავს იცავ, ფლანგს ხშირად კეტავს 3 ან 4 მოთამაშით რა და მამუჩაშვილი რომ მარჯვენა მცველად დაწია, რომელსაც ნაკრებში გამოცდილება აქვს მარჯვენა თამაშის, ოღონდ 5-3-2-ის დროს. საერთოდ სხვა სამყაროა ვინგბექი და საერთოდ სხვა სამყაროა მარჯვენა მცველი. ვინცაც გიყვართ ფეხბურთი და უყურებთ ფრინპონგის თამაშს, ლივერპულში აბსოლუტური ორპირიქარი უბერავს და ძალიან დაბალი დონე არის დაცვაში და ლევერკუზენში მაგარი ტიპი იყო, იმიტომ რომ იქ 5-3-2-ში თამაშობდა. ხო, მოკლედ ეს მცირე გადახვევა. მამუჩაშვილი დააყენა მარჯვენა მცველად, იქ ტაბატაძე ჩადიოდა და დავითაშვილი, რომელიც გამთამაშებლად გვეუბნებოდა ოდნავ მარჯვნიდან, ასე ვთქვათ. ანუ ეს სამეული იცავდა იქეთა ფლანგს. ძალიან შემტევი და არადაცვითი სამეული, რომელსაც ერთად თამაშის გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. ხო, ესე მივიღეთ პირველი გოლი. კადრზე მინდა ეხა გადავიდე. ყველა ფეხბურთელი, მეკარეც კი საყრდენად დააყენო, უნაი სიმონი ეგეთ პასს გაგიტარებს. რა ესპანეთი იმდენად ავტომატიზირებული გუნდია რა, რობოტები არიან. მოთმინებით ელოდა ლაპორტი აქ ერთ-ერთი ჩვენგანის ნაბიჯს, დაუფიქრებელ ნაბიჯს და როგორც კი დავითაშვილმა ზონა დატოვა და ორი ნაბიჯით ეცა პრესინგი გადაწყვიტა, ეგრევე შეაყოლა ბაინას, რა თქმა უნდა ბაინამ დაჯაბნა მამუჩაშვილი პოზიციურად და სისტრაფით, ძალიან გამიკვირდებოდა ასე რომ არ მოხდარიყო და იქ მერე შეაყოლა პასი და ეგ ის მომენტია შემდეგ როცა დამატებაზე ხელზე ხვდება კოჩოლეიშვილს და ინიშნება პენალტი. აი ძალიან მარტივად გამოჩნდა ეგრევე რა და როგორ იყო რა. ნუ 4-5-1-ით ვიცავდით თავს, ჩვენ გასაგებია უკან ვიწეოდით დაბალ ბლოკს ვქნიდით, მაგრამ 4-5-1 მუშაობს, როდესაც შესაბამისი კადრები არის გამოყენებული ამ სქემაში. და როცა 4-5-1-ში 5 კაცი შემტევი არის, რავი, ცოტა ძნელად დაიცავ თავს თურქეთთანაც, არა მარტო ესპანეთთან. საბოლოოდ სავალალო შედეგი მივიღეთ ესეთი. მსგავსი ეპიზოდი ისე კიდევ იყო უკვე მომდევნო გოლების ეპიზოდში, ამჯერად მამუჩაშვილმა გადადგა ის რამდენიმე ნაბიჯი, აი პრესინგის თამაში რო გადაწყვიტა და მოდი შევაწუხებოდა, ამ დროს ელოდა ესპანეთი ჩვენს შეცდომას. ძალიან მარტივად და ესე ითამაშობდნენ რა, აი არანაირი ძალის ხმება და პედრის მაგიური პასები, პედრი არ იყო, მაგრამ ინდონის რაღაცა ღვთაებრივი პასი ესპანეთს არ დაჭირვებია. აი მარტივი შეყოლება საყრდენის ან ცენტრალური მცველის, მარცხენა მცველის გაყოლება გარემარბის და იქ ორსვლიანი კომბინაცია შეგდებული შემდეგ უკანა ძელთან და გვიტანდნენ გოლებს, ანუ ძალიან მარტივად მოგვიგეს. ვარჯიშზე იყვნენ თითქოს. დარწმუნებული ვარ ვარჯიშებზეც ბევრად მეტ პრობლემას უქმნიან ერთმანეთს. ესპანეთი მალე მინდა გავიარო ერთ ეპიზოდს გიჩვენებ და უკვე
გაცილებით სერიოზულ და მტკივნეულ თემებზე გადავიდეთ, უბრალოდ ეს კადრი აუცილებლად უნდა ვამეღო, რომ არა საქართველოს ნაკრები მეორე მხარეს, ანუ ჩვენ კარში ვერ გასულიყო გოლი, ან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რავი, City, Real, Barça, Bayern, ესეთ შედევრებს რო საქმნიან, რავი, ერთი ნეტარებაა რა, ვისაც ფეხბურთი ჩემსავით გიყვართ, მიხვდებით, დარწმუნდებით, უბრალოდ რა მასტერ კლასი გაგვიკეთეს, აქ დააკვირდით, ეს არის სუბიმენდის გოლი. და ყველაფერი როგორ ცრუ მანევრებით დაიწყო, როგორ დაგშალეს და გაგშალეს. აქ თავარი კაცი არის ამ შეტევაში მიკელ მერინო. ოიერსაბალით დავიწყოთ, ეს ფეხბურთელი ცრუცხრიანს ძალიან კარგად თამაშობს სოსიდადშიც და ეროვნულ ნაკრებშიც და ამ მომენტში ამოიწია და გადავიდა ოდნავ მარჯვნივ, წაიყვანა გოგლიჩიძე და რა მომენტშიც, ანუ ბაინა აკეთებს პასს ცენტრში ფაბიან რუისისკენ, ამ მომენტში მერინოც ცრუ მანევრს აკეთებს ოდნავ მარჯვნივ სუბიმენდისკენ და საჯარიმოს ხაზისკენ და რამდენიმე ნაბიჯს რო დგამს, გადაჰყვა მექვაბიშვილი და უკვე ლოჩაშვილი, მეორე ცენტრალური მცველი. და იმ მომენტში წამის მიერ ასეთში აკეთებს ბაინა პას რუისისკენ, კიდეიშვილი ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ უკვე გვიანია, ვეღარ მიასწრებს, ნაბიჯი, რა თქმა უნდა, აგვიანდება და ერთი შეხებით რუისი აძლევს პასს, გაშლილია სივრცე, ლოჩაშვილი უკან ვეღარ ბრუნდება, იღებს სუბიმენდი და გააქვს გოლი. უბრალოდ რამხელა კლასი იდევს აქ კონკრეტული ფეხბურთელების რამდენიმე ტყუილად გადადგმულ ნაბიჯში იცის რომ თვითონ ბურთს ვერ მიიღებს, მაგრამ ამას ქვია ცრუ მანევრი, როდესაც მეტოქის ფეხბურთელებს იყოლებ და ეს რამდენიმე არასწორი ნაბიჯი შემდეგ ქმნის სივრცეს, რომელსაც შენი გუნდელი ვეღარ აზღვევს. ეს არის მასტერ კლასი. აი, გვეყოს ახლა ყბობა ესპანელების მომენტები თამაშით და მივადექით უკვე ბულგარეთის თამაშს, რომელიც ისე დაგვიანონსეს ჩვენო ფეხბურთელებმა და მწვრთნელმაც, რომ აი თითქოს ხასიათს ვისწორებდით, უნდა მოგვეგო რაღაცა დავბრუნებოდით ძველ რელსებზე, წარმატება, გამარჯვებები და ასე შემდეგ, თუმცა სულ ტყუილად. სანამ მეორე მატჩის განხილვას დავიწყებოთ, იქამდე ორი წამის საქმე, დღეს ბევრი ლაიქი მჭირდება თქვენგან მხარდაჭერა და ბევრი კომენტარი. რა თქმა უნდა, კრისტალ სპორტის YouTube არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, ცრუცხრიანის გუნდის შრომა დაგვიფასეთ. მივადექით ბოლო შეხვედრა, სადაც ვიხილეთ აუტსაიდერის კლასიკური შემთხვევა, სარკეში ჩავიხედეთ თითქოს ადრე ჩვენ ვიყავით ამ როლში, როცა ყველაფერს წააგებ და ბოლო შანსი რჩება, აი კარიერის გაჯახუნებაა, რო იტყვიან, ერთ თამაში მოვიგოო რა და ბულგარეთმა დაგეგმა ჩვენთან, სხვათა შორის მწვრთნელი დროულად შეცვალეს, რო წააგეს თავიდან და ჩაფლავდნენ და ასე შემდეგ, მიხვდნენ, რომ აი დროა რა, ახალ მწვრთნელს ეხლა უნდა მივცე შანსი, იმიტომ რომ ამ თამაშს აზრი არ აქვს და დაინიშნა ახალი მწვრთნელი და საკმაოდ მოცოცხლებული იყო ბულგარეთის ნაკრები და კარგად წყობრად ითამაშეს და მოგვიგეს. ეს აქ ძალიან ბევრი მინიშნებაა და ამას ბოლოში დაუბრუნდები. კვარაცხელიას მინდა შევეხო, წეგან ვახსენე ფეხბურთელების არასწორი დამოკიდებულება და შეფასებები ესპანეთთან თამაშის შემდეგ, თან ხვიჩა უკვე კაპიტანია და კაპიტნისგან ამ სიტყვების მოსმენა ორმაგად არასასიამოვნო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ასე რო გვეთამაშა, თავიდან სოფლიოზე გასვლის მეტი შანსი გვექნებოდაო თქვა ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ. ბევრი დადებითი რამ დაბინახეო და 0-4-ის დროს დადებითი შეხვედრაში ზოგადად რა იყო? ჩემამდე ეგ არ დადის, იმიტომ რომ 2-0 სანამ არ გახდა, ბურთიანად არ გვიშვებდნენ მათ ნახევარზე. და პირველი მომენტი თუ არ ვცდები 0-3-ის მერე შევქმნით. ანუ სანიოლმა რაც თქვა თურქეთთან იგივე გადაედოთ ფეხბურთელებს, აი ერთ სივრცეში რო ხარ და არასწორად მედის პროცესი, უკვე ერთმანეთს ემსგავსება ყველა რა. ვილი მაშინ თქვა რომ აი მეორე ტაიმი მომეწონაო და კაი იყო, ეს რე უნდა გვეთამაშაო და. ის კი არ ახსენა რომ კაცის გაძევების შემდეგ ავთამაშდით და დავიწყეთ ამდენი მომენტის შექმნა და დავაჯექით და ცალკარა იყო ბოლო 25 წუთი. ეგ არ ახსენა. და მეორე ტაიმი რატო იყო კარგი, ზოგადად ობიექტურად უნდა ჩაყვე ადამიანი, გაანალიზო და აღიარო რა და ფეხბურთელებსაც გადაედოთ ეგ ანუ რა. ამ მატჩის შემდეგაც ანუ რავი, კიტეიშვილმა თქვა რომ იმქომაგობასაც არ ვიმსახურებდით, რაც მივიღეთო, ისეც უნდა ვითამაშეთო. ანუ კიდე რაღაცა ჩარჩოებში ჯდებოდა კიტეს კომენტარი, უფრო მეტის ნახვა გვინდა. ხო, კიტესაც საკმაოდ ცუდ თამაშები ჰქონდა ბოლო პერიოდში, თავის თავს საერთოდ არ გავდა. და ზოგადად ფეხბურთელი არ მომეძებნება ჩვენს ნაკრებში. ნუ ახალსახეებზე არ მაქვს ახლა საუბარი, ვინც გუშინ წინ შეუერთდა ეროვნულ გუნდს, მათ ვერაფერს ვერ მოთხოვ. ძველი კონტინგენტი ვინც არის ხერხემალი, ყველას ჰქონდა კატასტროფული თამაში, კატასტროფული. ხო, კვარას კომენტარზე თქვით, ზოგადად რეალობა უნდა აღიქვას სწორად და იყო თვითკრიტიკული, ობიექტური და ნაკლები სადღეგრძელოები მეგობრებო. ყველას ამას ვეთქვი, ჩვენს ნაკრებში ახლა ვინც არის. უშუალოდ შეხვედრაზე ტაქტიკას შევეხოთ ახლა. კატასტროფული გუნდური ორი ჩავარდნა იყო ბულგარელების ორივე გოლის მომენტში.
პირველი გოლი ხო ნუ ლოჩოშვილის ბრალი აქვს, თავარი დამნაშავე ლოჩოშვილია, თუმცა მთლიანად სურათს შევხედოთ. გასაგები არის, გამოკვეთილია ჩანს რა შეცდომა დაუშვა ლოჩომ, ხო? ეპიზოდი როგორ დაიწყო? აქ ხაზი გაგვიჭერეს ძალიან მარტივად, ნახევარდაცვის ცენტრში. დააკვირდით კადრს, რამხელა სივრცეა მოედნის შუაში დარჩენილი. კეთდება შემდეგ უკვე ერთი გადაცემა, მარტივი ძალიან. იქ ჩვენი დაცვის დუეტი კაშო და გოჩოლა რასაკეთებს გაუგებარი, აქ ქოჩორაშვილი ცენტრში თავის კაცს კარგავს, აგვიანებს გადასვლას და ანუ შემდეგ კეთდება პასი, რის შემდეგაც უშვებს შეცდომას ლოჩო ამოტანის მომენტში. ნუ გავიგეთ რომ მარჯვენა ფეხი სუსტია მისი, მაგრამ მაინც არ უნდა შეცდე ეგ დროს უნდა შეიძლება გადააგდო, მარტივად აუწს. შემდეგ ვასწრებთ გადაწყობას, დაცვაში ძალიან ისე საკმაოდ ჭარბი რაოდენობით ვართ და თითქოს აი პირველი შეცდომა გადავიტანეთ რა, მაგრამ დააკვირდით, 8 ადამიანი არის 3-ის წინააღმდეგ. ასე არასწორად როგორ უნდა განლაგდე და უყურადღებოდ ითამაშო, რომ ამ სიტუაციიდან გოლი 8-3-ზე ხარ გოლი როგორ უნდა გაუშვა უბრალოდ საჯარიმოში. 8-3-ზე. თან იმ 3 კაციდან 1 აწვდის და 2-ია რეალურად, ხო? საჯარიმოში პოტენციურად ვინ შეიძლება დაგიბტყას. კიდევ ერთი პრობლემა არის ჩაწოდებების დაფარება, ასე ვთქვათ რა. ვეღარ ანუ ესპანეთთანაც თვალშისაცემი იყო ეგ და ბულგარეთთანაც. ფლანგებიდან დაბალი, მაღალი პასი რაც გაკეთდა, ყველა გაგვიტარეს. ხო შეიძლება დააფარო, აქ ხედავთ 2 ეთამაშება 1-ს. და როდესაც ეს წყობა შეიცვალა და 20 თვალზე გადავედი და ეს 5-3-2 მოიშალა, საკმაოდ თვალშისაცემი გახდა, რომ ეგეთი პასები გაგვდის. ეგ შემთხვევითი არ არის და ძალიან ბევრი ვისაუბრე ჩვენი ნაცადის სქემის შეცვლაზე, რითვისაც ფეხბურთელები მზად არ იყვნენ და ილუზიებშია დღემდე ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. ანუ უბრალოდ მე ჩაწოდება და ანუ წიტაიშვილს რომ 4-3-3-ში მარცხენა მცველად დააყენებ, აი დააკვირდით ნაბიჯებში პოზიციურად როგორ სხვაგანაა და შეცდომას უშვებს და არ არის მცველი ხა და ეჭუბებიდი ხა. ხო? არ არის ლოგიკური. აქ ნაბიჯებში შეცდა და ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანეს ბულგარელებმა. კი ბატონო, შეგვიძლია წიტაიშვილს დავაბრალოთ, მაგრამ პირველ რიგში იმის ბრალია, ვინც წიტაიშვილი ამ პოზიციაზე გააყენა. მეორე გოლის ეპიზოდში აქ დაცვა ჩავარდა, ამოწეული ვიყავით, ქოჩორამ ცენტრში მოულოდნელად დაკარგა ბურთი, ჯარიმა გვეგონა არ იყო და ნუ მამარდას მოუწია გამოსვლა. ძალიან ასე ვთქვათ, დიდი მანძილით დატოვა კარის ხაზი. და აქ შეიძლება მამარდას შეცდომაზეც ვისაუბროთ, იქ მოუწია, არ უნდა გაერისკა, სხვა თემაა იქ. მეორე რამეს დააკვირდით, რამდენ ხანს არის მეკარე მარჯვენა მცველის პოზიციაზე აწეული და ეთამაშება მეტოქის ფორვარდს. და გუნდელები, ანუ იქ გავიგეთ რომ ცარიელ კარს იცავენ, მაგრამ 5 და 6 კაცი არ უნდა იცავდეს ცარიელ კარს და არ უნდა უყურებდეს მეკარე როგორ ეთამაშება მცველივით ფორვარდს. და შემდეგ მოუხდა უკვე ჩაწოდებაზე ხელის მიკვრა და იქ უიღლობა და გაგვივიდა გოლი. ხდება ეგეთ რაღაც მოხდება ეხლა რა. მთელი გუნდი რო კარში დგას და მეკარე გარეთ თამაშობს, დაგემართება ეგეთ რამე ბოლო. სრული ქაოსი იყო. ვერ გადავნაწილდით, საერთოდ გეგმის არ ქონა ამ სიტუაციაში როგორ უნდა დაბნეულობა. არ მუშაობს რა მოკლედ რა. ჩვენი ახალი ის გამოცდები და ეს ექსპერიმენტები რაც არის ფეხბურთელებმა ვერ მიიღეს ჯერჯერობით. კონფლიქტს ემატება, ინდივიდუალური შეცდომას ემატება. გვაქვს უკვე პერსონალურად ჩავარდნილი თამაშები და უკვე გულშემატკივარი ფეხბურთელებს აბრალებს რომ აი თქვენ мотиваცია აღარ გაქვთ და ჯიგრით აღარ თამაშობთ, ფეხებს ურთხილდებით, საკლუბო კარიერას ურთხილდებით, ანუ ეგეთი ძალიან ნაცნობი და წლების წინ მოსფენილი ფრაზები მოხშირდა და ძალიან ასე ვთქვათ გულის დამწყვეტი არის ეს და არ შეიძლება რა გულსაწყვეტია და უნდა მიეხედოს ამას აუცილებლად და დროულად, თორე გემი იძირება და ანუ თუ ფსკერამდე დავიდა უკვე ვერაფერი ამოათრევს იმას იქიდან ძალიან დიდხანს. მოდი ახლა მინდა ვისაუბრო კონკრეტულად პერსონალურად ფეხბურთელებზე, წვრთნელის ამა თუ იმ პირადულ გადაწყვეტილებაზე, სუბიექტურზე, რომელიც ითარგმნება ორმაგ სტანდარტებად. ბევრჯერ ვისაუბრია Facebook-ზე, TikTok-ზე, ცრუცხრიანშიც, YouTube-ზე და ყველგან. ახლაც ამას გავაკეთებ, აი მაგალითად, ქოჩორას ბოლო პერიოდში აქვს რეგრესი, ხო? არ უწევს თამაში სპორტინგში, თითქმის ერთი თვეა პრაქტიკა არ მიუღია. შემდეგ ანუ სანიოლი გამოდის ბოლო პრესკონფერენციებზე, ამბობს, რომ უთამაშებელი აზაროვი არ გამოვიძახე, რომელიც სხვათა შორის 5-დან 2 მატჩი 90 წუთი ჩაატარა და თან ევროპა ლიგაზე. კარგი შეხვედრები. და რატომღაც უთამაშებელი და უპრაქტიკო უწოდა მას და არ გამოიძახა. აქ რა თქმა უნდა ტყუილია და პირადული შეხედულება არის სუბიექტური. იქეთ ლობინაძეა, რომელსაც ძალიან კარგი ოქტომბერი ჰქონდა და ორივე შეხვედრაში განაცხადს მიღმა დატოვა. აბსოლუტური სიგიჟე. ახლაც ჩამოვიდა კაცი თამაშობს, პრაქტიკა აქვს
ნახევარდაცვაში ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა, იქ საერთოდ ქოჩორას ყვითელი ჰქონდა ესპანეთთან არც იყო განაცხადში და წამიც არ მიუღია ლომინაძეს. მერე გამოდის პრესკონფერენციაზე და мотиваციის ნაკლებობაზე საუბრობს ჩვენი მწვრთნელი და ანუ დებიუტანტებს და мотиваციით სავსე შიერ ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს რომ ითამაშონ. აქ რასთან გვაქვს საქმე ანუ რა. უთამაშებელ ფეხბურთელს 90 წუთს ათამაშებ, პრაქტიკიან სკამზე ტოვებ. მე ამბობ რომ პრაქტიკის გარეშე ვიღაცები არ გამოვიძახიან. საკუთარ თავს ეჯახები და ეწინა აგვდეგები უკვე. ეს აგონიის პირველი ნიშნები არის უკვე რა. ძალიან ადვილად შეიმჩნევა და ამას არ ჭირდება რაღაცა ტელესკოპით დაკვირვება. გაცილებით დიდი პრობლემა უკვე მეორე, რომელმაც აზარალა ჩვენი 21 წლამდელთა ნაკრები. ბერიაშვილი და ნარიმანიძე არ ეთამაშა წამითაც, არა და ველოდით ორი ახალგაზრდა იმედისმომცემი კარგ ფორმაში მყოფი ჩვენი მცველები, ლეგიონერები. ნარიმანიძე საერთოდ რამასვანაძეს გამოსტაცა ხელიდან 21-ს მაგრად ჭირდებოდა და ვიხილეთ ნაცნობის სურათი, იგივე იყო წინა მატჩებზე, სომხეთთან გამოიძახა ლაცაბიძე 21-ს წაართვა და არ ეთამაშა. ახლაც იგივე გაკეთა ნარიმანიძის შემთხვევაში. რა არის ეს უბრალოდ? ასაკობრივები არა მარტო ესპანეთში, ზოგადად ევროპული პრაქტიკაა, ბევრი ქვეყანა იყენებს ამას. ყველა ასაკობრივი ეროვნული ჩათვლით ერთ სისტემაშია მოქცეული, ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ჩვენი ყველა გუნდი სხვადასხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ სხვაგან ვართ, ქვემოთ ვართ ძალიან, მაგრამ ეს საერთოდ ახალი ხილია ფეხბურთელების წართმევა ასაკობრივისთვის და მე შენ არ გამოიყენო, სკამზე ყავდეს და იმან იზარალოს, წააგოს. რა უბედურებაა ეს, თან მეორედ ხდება უკვე. ძალიან ასე მე პირადად ეხა რთულია სხვის მაგივრად საუბარება. მე რო ვიყო რამასვანაძის ადგილას, მაგრად მეწყინებოდა, ანუ რა. უცნაურია ძალიან, იმიტომ რომ მაგარი დანაკლისი ქონდა ეხა 21-ებს. და ამ დანაკლისის ფონზე იქ ტრამვები და რაღაცები იყო, კიდე პლუს ჯანმრთელი მცველი, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა გუნდი, წავიდა ნაკრებში და იჯდა სკამზე. ხო, ეს ძალიან ცუდი მომენტი არის რა, ძალიან. და ამაზე არავინ საუბრობს, კითხვებზე არ არის პასუხი და ძალიან დამახინჯებულ სავალალო რეალობას ვიღებთ რა. როდემდე უნდა გაგრძელდეთ ეს ძალიან მაინტერესებს, კომენტარებში დაწერეთ თქვენს მსგავს დეტალებს თუ იჭერთ, თუ რამდენად აქვს მნიშვნელობა და ზოგადად რას ფიქრობთ ამაზე რა, ამ ყველაფერზე. რამდენად იზარალა 21 წლამდელებმა და რატომ არ მოქმედებენ ჩვენი ასაკობრივები ეროვნული ჩათვლით ესე შეთანხმებულად, ანუ რა არის ეს რა? რა თქმა უნდა, ოფიციალურ პირას კითხვა რომ დავუსვა პასუხი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვისაუბროთ და რაღაცამდე მივიდეთ. ჭეშმარიტება კამათში იბადებაო, რა თქმა უნდა. ახლა ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო, რომელთა მიმართაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ზოგადად გულის ტკივილი, კრიტიკა და ასე შემდეგ რა. ერთი კითხვა მაქვს, ეს არის ანუ თქვენი მაქსიმუმი და ანუ C დივიზიონიდან გავედით ევროპის ჩემპიონატზე. თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ ამით რომ იქ რაღაცა გაგვიმართლა, საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ ლუქსემბურგთან, საბერძნეთთან, მოვიგეთ დიდი გაჭირვებისა და შრომის შედეგად და ვითამაშეთ ევროპა, ანუ ერთა ლიგის მეშვეობით ასე შემდეგ. მაგრამ პროგრესის სურვილი მუღამი არ გაქვთ, ანუ კლასიკური შესაჩევი ციკლიდან, კაი სოფლიოს არ ვამბარ, ანუ ევროპა იყოს თუნდაც. რომ აი მეორეზე ერთხელ მაინც გავიდეთ. мотиваცია რომ დაგვეტყოს 42 წელი ესე უნდა გავიხსენოთ ევრო 2024-ზე გასვლა და ეს გვინდა, ანუ C დივიზიონში უნდა ჩავიდეთ და D-ში ისე ერთა ლიგის და მე იქედან უნდა გავიდეთ კიდე ევროპაზე, სადღაც 2032-ის ან 2036 წლის ევროპის ჩემპიონატზე ახალ თაობას ეგ უნდა დაუტოვოთ და ბავშვებმა რომლებმაც გაიხარეს თქვენი მაგალითით და ახალი თაობა მოდის და არნახულად არის გაზრდილი პროცენტი ბავშვების ფეხბურთზე შეყვანეს რა სკოლებში. თქვენი დამსახურება ეს პირველ რიგში. ანუ ეგ უნდა მოვსპოთ. ძალიან მაინტერესებს, ანუ რისი მიღება გვინდა და ნახვა მომდევნო წლებში. კი, თუ გნებავთ ცემდე დაქვეითება, პრობლემა არ არის. მაგას საკეთებდა ჩვენი ნაკრები და თაობა, წინა თაობები 30 წელი ახალს ამით არაფერს არ იზამთ. სადღეგრძელოებს შეეშვით კომენტარებს, პოსტებს Facebook-ზე და მათთვის შემდეგ ნუაყვებით ჩვენს მწვრთნელებს, გინდათ ძველებს, გინდათ ახლანდელს, ზოგადად ობიექტურად შეაფასეთ კრიტიკულად ყველაფერი გულში რაც გაქვთ ის თქვით და სტადიონზე რო გადიხართ უნდა შეგეტყოთ რომ აი ტყივად რო აგებ წაგებასაც თავისი შნო უნდა რა შეიძლება ლამაზად წააგო ღირსეულად წააგო მაინც ჯიგარი დადო და აი გულშემატკივარს დაენანოს შენთვის დასტვენა უკმაყოფილების გამოთქმა და ასე შემდეგ რა
ეგ არ შეიძლება ეგეთ რა. ეხლა რაც ხდება ბოლო პერიოდში და ფეხბურთელების შეფასებები და კომენტარები რომ მწვრთნელებისას დაემსგავსა იმ მწვრთნელის რომელიც ასევე დაემსგავსა თავის წინამორბედებს და უკვე დაიწყო ფეხბურთელები არ ყავს პრაქტიკა არ აქვთ мотивация არ აქვთ ფეხბურთელებს და ძალიან ნაცნობი ნარატივი წამოვიდა რომელიც წინა წლებში მოდიოდა აი ესეთი უბედური ვითარების დროს რა და მრავალჯერ ნანახი ფილმი აქ არავინ არ ჭამს ამას და არ მოტყუდება რა ძალიან ბევრჯერ ნანახი ფილმი არის ეს და ძალიან გთხოვთ ამას მოვიზამთ რა დროულად მოეგეთ გონს სანამ დრო არის და სანამ აზრი აქვს ცვლილებებს რომ შემოვატრიალოთ ეს მატარებელი რომელიც რელსებიდან დიდი ხანია უკვე გადავიდა ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გამოსავალზე რა თქმა უნდა ყველაფერი დაკარგული და დაღუპული არ არის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა რა იქამდე გეტყვით რომ უეჭველი და ალაიქეთ დღევანდელი ვიდეო გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი კომენტარებში დაფიქსირდით მაქსიმალური თანადგომა მჭირდება დღეს თქვენგან და თქვენი იმედი მაქვს რაც შეეხება ჩვენს გამოსავალს არის რისკები კი თუ სანიოლი დარჩა და შემდეგ გაგვიმართლოს შეიძლება კი ბატონო არის რა რაღაც მომენტი რომ ეხა ამხანაგურები დაიგეგმება მოვიგებთ ამ მარტივ ამხანაგურებს გვექნება დაახლოებით 4 შეხვედრა მარტში ივნისში 2-2 მე სექტემბერში ერთა ლიგა დაიწყება B დივიზიონში იქ შეიძლება კეჭისყაში გაგვიმართლოს ჯგუფში და მოგეხსენებათ კლასიკურიდან ძლიერი გუნდები პირდაპირ გადიან ევროპაზე შემდეგ თავისუფლდება ერთა ლიგაზე ეს ადგილები და სუსტები იკავებენ შანსს როგორც 2024-ში გაგვიმართლა თურქეთი გავიდა კლასიკურიდან საბერძნეთი თურქეთის წყვილი აღარ მივიღეთ თორე იქ მოგვიწევდა თურქეთთან თამაში ბერძნების ნაცვლად ფინალში და მოგვიწევდა სტამბულში და არა თბილისში ხო ხედავთ რა მხელავ მნიშვნელობა აქვს გამართლებას მეგობრებო სპორტშიც და ცხოვრებაშიც ხო ამის იმედად შეიძლება იყოს სანიოლი და თუ ეს ყველაფერი ცაზე ვარსკვლავი ისე განლაგდა კი შეიძლება ისევ მიაღწიოს წარმატებას არაფერი არ არის ამაში ვერ გამოვრიცხავთ ამას მაგრამ ამის იმედად უნდა ვიყოთ ეგ მაინტერესებს ესეთი სიტუაცია გვაქვს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატი არის შემდეგი ტურნირი ერთა ლიგა პლუს კლასიკური ციკლი გველის რომელიმედან უნდა გავძვრეთ თუ ვილიმ ჩააგდო ეგ ციკლი ხომ ავტომატურად შემდეგ ყველა ვარიანტში მოუწევს ფედერაციას მისი გაშვება იმიტომ რომ მე მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნებრივია რომ ვეღარ გაგიყვანს ხო და ახალი მწვრთნელი როგორ იწირება დააკვირდით მოდის ახალი მწვრთნელი აი ესეთ სავალალო მდგომარეობაში დაშლილია მოშლილია ყველაფერი და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოდის ტიპი საქართველოს ნაკრებში და არანაირ დრო არ აქვს რომ გამოსცადოს რაღაც თავის ხედვა ტაქტიკა ფეხბურთელებთან დრო არ აქვს ფიზიკურად ანუ განწირულია ისიც და გამოდის რომ 28-ის ევროპა და 30-ის სოფლიო ამ თაობის ბოლო ორი ტურნირი თავის პრაიმში რო იქნებიან ჰაი ტოპში ჩავდეთ და გავისვრით და ხო ანუ ეს რისკები გვაქვს და სანამ დრო არის ახლა არის იდეალური მომენტი რომ დავფიქრდეთ გადაიაზრონ შეცდომები თუ ხავთ ვინმე ქართველი უცხოელი არ ვიცი დარწმუნებული ვარ ამაზე ფიქრობენ ახალი მწვრთნელის მოყვანის დრო არის ეხა იდეალური რომელსაც შემდეგ ექნება ორი მატჩი მარტში ამხანაგური 2 ივნისში 4 შეხვედრა საკმაოდ დრო არის რომ რაღაცები გატესტო შემდეგ სექტემბრიდან უკვე ერთა ლიგა გელოდება და იქაც კატასტროფულად რთული მატჩები გველის მაგრამ ასეთი თურქეთთან და ესპანეთთან რო ქონდა ასეთი რთული მატჩები არ გვექნება იდეალური მომენტია და დრო რომ ახალმა მწვრთნელმა რაღაცები დაალაგოს და თავის გუნდს გაესაუბროს და რაღაც ეტაპამდე მივიდეთ. ფეხბურთელებს ყავს ახლებიც არ არის ესეთი განწირული და უიმედო მდგომარეობა. არა იგივე ეს მოძულებულ ფეხბურთელებს დავაბრუნებთ უკან იგივე აზაროს თუნდაც 21-დანაც ლომინაძესთან მოთამაშეები მიიღებენ შანსს იგივე ოდიშარიას ძალიან მომწონს რომელიც მრავალმხრივი ფეხბურთელია და მასაც უნდა მიეცეს უეჭველი ეროვნულ ნაკრებში შანსი იმიტომ რომ სხვებს ეძლევათ გაურკვევლად და გაუგებრად დიდი დრო ეძლევათ და ვერ ხვდები სხვები რატო იჩაგრებიან ძალიან ბევრი შავი კითხვის ნიშანია ამასთან დაკავშირებით ნარიმანიძეც ვახსენეთ ხო ბერიაშვილიც არიან ახალი მცველი ლაცავიზია იქ შეიძლება ეს ბიჭები ამოვწიოთ და პრაქტიკა აქვს ლეგიონერები არიან თამაშობენ ახლები არიან ცოტნე კაპანაძე იგივე მარჯვენა მცველი მე და დიმამ ვისაუბრეთ კონსტიტუციაში ხო რატომ არ ეძლევა ამ კარგ მარჯვენა მცველს შანსი რომელიც არის ძალიან ტექნიკური სწრაფი აგრესიული ლეგიონერია ისიც რავი არ ვიცი იმდენად აგვიანებს ვილი ახალი ფეხბურთელების ამოწევას და მათთვის შანსის მიცემას რომ მომობეზრებლად გამაღიზიანებელი არის ეს ყველაფერი და არ არის კლუბი რომ აი მოდი ამ კვირაში არა და ერთ თვის მერე იმას გავტესტავ რა არ არის ეგრე თამაშები არ გაქვს ვერ გატესტავ როცა შანსი გაქვს
უნდა მისცეს სომხეთთან და ფარერებთან რო არავის არ მისცემ შანსს და არ გატესტავ. სიგიჟეა რა ის კაბოვერდესთან და ფარერებთან რო ითამაშა გველესიანმა, დვალმა, ლოჩოშვილმა, გულიაშვილმა, არ ვიცი, ლობჟანიძემ, საბამ, რა იყო ეს, რატომ ითამაშა ამ ფეხბურთელებმა ამ ხანაგურებში, რომელიც უნდა გატესტილიყო, რომელსაც უნდა გატესტილიყო, ახალი სქემა, ახალი კადრები, სიგიჟე უბრალოდ. ამდენად ზერელი დამოკიდებულება და თავის საკუთარ თავში დარწმუნება, არ ვიცი, ანუ ეს უმაღლეს დონეზეც კი დამღუპელია გრანდებისთვის და ვარსკვლავებისთვისაც რა. კატასტროფა არის უბრალოდ, რასაც ჩვენ უყურებთ. და ვისაუბრე გამოსავალზე, ძალიან იმედის მომცემი თაობა მოდის. ახლა ვინც არის ჩვენი კონტინგენტი ნაკრების, კარგ ასაკში არიან, პრაიმში არიან და ბევრი შეუძლიათ. ასაკოვანი მცველები წავლენ, ვისაუბრე რომ არიან ახალგაზრდა მცველები, მათი ჩანაცვლება შესაძლებელი არის. და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ვინც ყავს, მათზე თუდად კი არა, ბევრად კარგად ითამაშებენ და უბრალოდ ნდობა და სწორი მიდგომა არის საჭირო. და სწორი სქემა, აი რისკის გამომთვლელი ჯგუფები ხო არსება იგივე ხელისუფლებებში და სხვადასხვა დარგებშია რა. ესეთი ჯგუფები არსებობს, რომლებიც აფასებენ რისკებს, კატასტროფის, რავი. მეწყერული ზონა შეიძლება შეაფასო ცუდი ამინდის დროს და რაღაც ეგეთები რა. სამწვრთნელო შტაბიც დაახლოებით ეგეთ სამუშაოს ასრულებს, როცა რისკზე მიდის რა, იქ ხდებიან, აი ეს უნდა გავაკეთოთ რა. ეს კონტინგენტი გყავს, ეს რესურსი გყავს, ამას რო ვიზამთ, რამდენად დიდია რისკი აქ და რამდენად დიდი საფრთხე გვემუქრება. აი ხო ზის ხალხი დასხდებიან და დახურულ კარს მიყვა, ამაზე საუბრობენ. აი ჩვენს შემთხვევაში რატო არ ხდება ეგეთი რისკების შეფასება და რატომ ვაკეთებთ აი ხარაკირს ვიკეთებთ რა ყოველ ჯერზე იქ ესპანეთთან 7-1-ზე ალბანეთთან გაუგებარი რაღაც გავაკეთეთ თურქეთთან აქ 0-3-ზე 2-3-ზე უბრალოდ პირველ ტურში სიგიჟე იყო აბსოლუტური სიგიჟე იყო ვერ მივხვდით რომ არ არის ჯერჯერობით სუბუქი სქემა და სისტემა ჩვენი რა კლავ იყო საჭირო 5-3-2 თამაში ამას უკვე არ ვიცი სკოლის მოსწავლეებიც ხვდებიან და ანუ თითქოს ჯიბში უდგებიან მთელ ერს ესე გამოდის და ჯიუტობა და სიბრიყვე ადრე ვისაუბრე სრულცხრიანის რამდენი წინა ვიდეოში მქონდა ერთ-ერთში რომ ჯიუტობიდან სიბრიყვემდე ერთი ნაბიჯია თქო და რავი ისევ იგივეს გამეორება გვიწევს რა და არის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ მაგრამ კომპეტენტურმა ხალხმა აუცილებლად უნდა იფიქროს ამაზე გადადგას საჭირო და მტკივნეული ნაბიჯები, არ ვიცი ესე შეხმატკილებულად და საკუთარ თავში დარწმუნებულად საუბარი პრესკონფერენციებზე, სადამდეც მიდის ვხედავთ რა. მე გამოდის წვრთნელი და აბრალებს ყველაფერს ფეხბურთელებს. ფეხბურთელებში ეს ყველაფერი დაილექა, ნელ-ნელა შეიქმნა კონფლიქტები, ასე შემდეგ და დაიშლება მალე გუნდი. ძალიან ბევრი საუბარი მქონდა, სხვათა შორის ერთ ძალიან კარგ საფეხბურთო ფსიქოლოგსაც ვესაუბრე, ბოლო ერთი თვეა ინტენსიური საუბარი მქონდა და იწინასწარმეტყველა რომ წავაგებდით ბულგარეთთან აუცილებლად ჩვენ თამაშს და ნუ სახელდაგვარს ახლა არ ვამბობ შეგნებულად აქ ეთერში ვისაც აქვს სურვილი პირადში მომწეროს და ვეტყვი. ნუ მომწერა რამდენიმე კვირით ადრე რომ საკანონო ესპანეთი გავიგეთ რაც გველოდა და ბულგარეთთან უეჭველი ეს კლასიკური შემთხვევა იქნებაო მითხრა პირდაპირ. ეს კარს გაიხურავენ და აი აუთსაიდერმა რო ბოლტურში უნდა მოიგოს ის გუნდი ვართ ჩვენ ვისაც უნდა მოუგოსო რა და ზუსტად ერთ-ერთში იგივე ვნახეთ. მე მგონი ამ მომწორავად ვისაუბრე არ ვიცი რამე თუ დაგაკალდათ კომენტარებში დაწერეთ ღია ვარ ნებისმიერ პლატფორმაზე ჩემი TikTok-ის ლინკიც არის ქვემოთ აღწერაში Facebook ჯგუფიც აღწერაში არის ქვემოთ ლინკი სრულცხრიანის Facebook-ის გვერდი ჩემი ყველა მიცით არხი გამოიწერეთ აუცილებლად ეს შრომა დააფასეთ ჩვენი გუნდის სრულცხრიანის დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო აუცილებლად 2000 ლაიქზე როგორც კი ავა დღევანდელი ვიდეო გათამაშება იმ წამსვე ჩაირთვება წესები ძალიან მარტივია, ჩვენი პარტნიორი რეტროსახლი, მოგეხსენებათ, ნაცნობი თქვენთვის ძალიან კარგად. შემდეგ მე დავჯდები თქვენს კომენტარებს, ჩაუჯდები და 20 თქვენგანი მიიღებს ნებისმიერ მაისურს რეტრო კლუბი ნაკრების სულერთია, რომელიც მოგესურვებათ. წესები არის ძალიან მარტივი. ლაიქი, კომენტარი 2000-ზე რო ავდივართ, ირთვება გათამაშება. მოკლედ ეს იყო დღეისთვის სულ. ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურებები და შეფასებები. მოკლედ ყველა კითხვას მოუთმენლად ველი და გულისყურით ჩაუჯდებით თითოეულ მათგანს. სრულცხრიანი რა თქმა უნდა. დაბრუნდება საინტერესო თემით მალევე და თქვენს იმედებს მე და ჩემი გუნდი არ გავაცურებთ არასდროს. ამას გვირდებით და თქვენგან მხოლოდ თანადგომას, არხის გამოწერას და დალაიქებას ველი მეც არაფერს. დიდი მადლობა დროის და ყურადღების დათმობისთვის. აბა დროებით.